ხვალიდან მოიკითხეთ და იკითხეთ გაზეთი Prime Time 48 გვერდზე პოლიტიკა, ეკონომიკა, კულტურა, ანალიზი, ფაქტი, დამოვლენა ადამიანები და პიროვნებები, ისტორიები და ექსკლუზივები ერთლარად. გაზეთს სიახლეც აქვს დანართის სახით, ნომერს ბრაილის შრიფტით ნაბეჭდი სტატიები ექნება. გაზეთი ახალ რუბრიკებს ამკვიდრებს და ყველას აფრთხილებს ერიდონ Prime Time-ის ფოტოკამერას. თქვენ შეიძლება პაპარაცის ობიექტი გახდეთ. ყველასათვის და ექსკლუზიურად პირადი ამ სლოგანით ქართულ პრესაში ორშაბათიდან ახალი გაზეთი Prime Time გამოჩნდება. 48 ფურცლიანი ფერადი გაზეთი კვირაში ერთხელ გამოვა და 1 ლარი ეღირება. გამოცემას ქართულ მედია სივრცეში უკვე აპრობირებული ანალიტიკურ საკონსულტაციო ჯგუფი Prime Time ახორციელებს. ეს გაზეთი იქნება ყველასთვის, ანუ თითოეული ადამიანი ამ გაზეთში იპოვის საკუთარ თავს და მიზანიც არის სწორედ ეს, იმიტომ რომ სანამ თქვა ჩვენ დავიწყებდით ამაზე მუშაობას, ჩავატარეთ ძალიან ბევრი კვლევა. სწორედ იმაზე, როგორია მოთხოვნა დღეს საზოგადოების მხრიდან და შემდეგ უკვე დავჯექით, გავაანალიზეთ ეს ყველაფერი და მივედით იმ დასკვნამდე, რომ უნდა მივცეთ ხალხის პროდუქტი, რომელიც ითხოვს. როგორც რედაქციაში ამბობენ, Prime Time იქნება მიუკერძოებელი და დაწერს ყველაფერზე, პოლიტიკაზე და კულტურაზეც. გაზეთი, რომელშიც იქნება ყველანაირი თემა, მაგრამ სუბუქად, სკანდალურად და ყვითლად გაშუქებული. დაწყებული პოლიტიკიდან დამთავრებული პირადი ამბებით. სპეციალური დანართი გაზეთში უსინათლოებისთვისაც იქნება. პირველად ქართულ ბეჭდით მედია სივრცეში ბრაილის შრიფტი გაჩნდება. გარდა სტატიებისა, გაზეთი არანაკლებ საინტერესო ფოტოების დაბეჭდვასაც გეგმავს. Prime Time პაპარაცის ინსტიტუტს ამკვიდრებს. თვლით, რომ ეს არის ჩვენი გაზეთის ნოუ-ჰაუ, იქნება ბრაილის შრიფტით უსინათლოებისთვის დაბეჭდილი გაზეთის დაიჯესტი, რომელიც იქნება შუა გაზეთში ჩადებული, იქნება ბევრი ფერადი ფოტო. ანუ ფოტო იქნება დღეს ცენტრალური წამყვანი ჩვენი გაზეთისათვის. რაც ვფიქრობ, რომ თავისთავად ძალიან ლამაზ გახდის შესაბამისად გაზეთს. საგაზეთო იმიჯი ინგა გრიგოლიამაც მოირგო. ამბობს, რომ გარდა ექსკლუზიური ინტერვიუებისა დაწერს მედიისა და ხელისუფლების ურთიერთდამოკიდებულებაზე. მინდა დავწერო მოახლოებულ 9 აპრილზე ჟურნალისტების და პოლიტიკოსების ურთიერთობაზე. ძალიან იძაბება სიტუაცია ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს შორის ერთი თუ მეორე მხრიდან. ჩვენ არ მოვერიდებით არც ერთი პოლიტიკური ჯგუფის, არც ერთი მხარის კრიტიკას. და ვფიქრობ, რომ კითხვის წინ ძალიან საინტერესო თემების ელის. ხვალ Prime Time ქართველი მკითხველის წინაშე ექსკლუზიური პირველი ნომრით წარსდგება. ექსკლუზიურად პირადი. გაზეთი Prime Time.